საღამოშიდობისაგ მადლობთ რომ გვიყურებთ. დავა ომბუდსმენის შესაძლო კანდიდატურაზე როგორც ჩანს დასრულებულია საპარლამენტო უმრავლესობა არსებული კანდიდატებიდან ერთ-ერთზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილ თანამშრომელზე ნინა ხატისკაძე შეჯერდა. უმცირესობა პრაქტიკულად ახალგადაწყვეტილებას არ აპროტესტებს. უმრავლესობა შესაბამისად სამივე ფრაქციაში შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ხალბატონი ნინო ხატისკაცი. ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის ხდომაზე მოვუწევთ, გვექნება მასთან შეხვედრა, არსებობს გარკვეული კითხვები, გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები მოვისმინოთ და იმედი მაქვს, რომ ალბათ ამ შეხვედრის მერე უმრავლესობა მთლიანად დაუჭერს მხარს. იმდენად სწრაფად იცვლება, ასე ვთქვათ, სახალხო დამცველთან დაკავშირებით და იმდენად მრავალფეროვანი და კალეიდოსკოპურია კანდიდატურები, რომ ძალიან ძნელია თუნდაც თვალყური მიადევნო. ამაზე ვიმსჯელოთ ფრაქციაში და გამოხატავთ ჩვენს ერთიან პოზიციას. როგორ გამოხატავს უმცირესობა ერთიან პოზიციას, უცნობია, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ უმცირესობა პარლამენტი დატოვა, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტში მათთვის სამუშაო პირობები უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად უმცირესობის წევრები თბილისში დაბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, ნინა ხატისკაცის კანდიდატურის განხილვას ხვალ მხოლოდ უმრავლესობა თუ შეძლებს. ნინა ხატისკაცი დღეს მატრიცის სტუმარია. საღამოშიდობისა ნინა მადლობა მოსვლისთვის. წელს თქვენი სამსახურიდან გათავისუფლება დანიშნვის საკითხები ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა. ესე გამოვიდა. საბოლოო ჯამში რატომ არის მიღებული გადაწყვეტილება თქვენს კანდიდატურაზე? თქვენ თავიდან მოხსენით კანდიდატურა თითქოს თამარ გურჩიანის სასარგებლოდ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც თქვენ ხართ დასახელებული. როგორ მუშაობს ეს სისტემა? ეს სისტემა არ არსებობს რეალურად, ეს უნდა გავიხსენოთ აუცილებლად. ის ინიციატივა, რომელიც წამოვიდა უმრავლესობისგან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩართულიყო ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურობდნენ და ასახელებდნენ კანდიდატურებს. ეს ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და არც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თუმცა ის, რომ არსებული კანდიდატებიდან 4 კანდიდატი იყო პრინციპში ძირითადად დასახელებული. ხუთი პრინციპში ხო დიმიტრი ლორთკიფანიძე, ქალბატონი ლია მოხეშაურია, ელო ნიკოლაიშვილი, თქვენ და თამარი. ხო, კი, ხუთი ჩემის ჩათვლით, თუმცა იყო კიდე რამდენიმე კანდიდატურა, რომლებმაც უბრალოდ უარი განაცხადეს, თორემ ალბათ სხვა კანდიდატურებიც იქნებოდნენ. მე თავიდანვე მოუხსენი კანდიდატურა წმინდა ადამიანური მოსაზრებებით, იმიტომ რომ თამარ გურჩიანი იყო ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატურა და მე მართლა ვუჭერდი მთელი გულით და სულით მას მხარს და მიმაჩნია, რომ ის არის არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი ძალიან კარგი პროფესიონალი. ეს იყო მხოლოდ ჩემი ადამიანური მოსაზრებებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევა და ვთქვათ, მე ამ შემოთავაზებაზე, რომ ყოფილიყავი კანდიდატურა, უარს არ ვიტყოდი. საბოლოო ჯამში გაიგო, რომ უმრავლესობას თამარ გურჩიანის კანდიდატურა არ მოწონს. ის რომ იმ 4 კანდიდატიდან მაინდა-მაინც კონსენსუსი არ არსებობდა, ამაზე ჩემის აზრით მეტყველებს ის პროცესი, რომელიც სწორედ მოყვებოდა ამ 4 კანდიდატურის განხილვა პარალელურად ხდებოდა. ეს არის ის, რომ დამატებით კანდიდატების დასახელება და მოძიება ხდებოდა და რამდენიმე კანდიდატურა ასევე გამოიკვეთა, რომლებიც ეს კონსენსუსი როგორც ჩანს შედგა უმრავლესობაში მაინც დამთავრებულია. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ალტერნატივა არ აყავთ, უმრავლესობა მხარს გიჭერთ, როგორც გავიგე ყველა ფრაქცია, სამივე ფრაქცია, რომელიც ამ ეტაპზე ასეთი რეალობაა, სწორედ ეს ამგვარი შემოთავაზება მივიღე, რომ ჩემი კანდიდატურა ყველაზე მეტად კონსენსუსის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო და ამიტომ სახელდებოდა ჩემი კანდიდატურა და ერთი ჩემი მთავარი წუხილი ისევ თამარ გურჩიანთან დაკავშირებით ამასთან მიმართებაში მე მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა მთლიანად გუნდში მას არ აქვს და უნდა შევახსენოთ აუცილებლად მაყურებელი იმისათვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს, მას უნდა ჰქონდეს უმრავლესობის 76 როგორც მინიმუმ 76 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა. ანუ პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ჩემი კანდიდატურის არ დაყენებით, ხელახლა უარის თქმით, მე უბრალოდ იმ პრინციპულ პოზიციას, რომელიც გამოჩნდა, ვერაფერს ვერ უშველიდი, ანუ რეალურად იმის მიღწევა შეუძლებელი იქნება. თუ აგიხსნეს რატომ შეთანხმდნენ თქვა თქვენს კანდიდატურაზე და რა პრინციპით არ მოიწონეს თქვა ქალბატონი თამარის ან სხვა კანდიდატების. რა თქმა უნდა, მე ეს კითხვები დავსვი, მაგრამ პასუხები იყო ძალიან ზოგადი და ეს იყო ის, რომ უბრალოდ ყველაზე მისაღები კანდიდატურა ვარ ჩემი გამოცდილებით, ჩემი პიროვნული თვისებებით და ჩემი თქვათ განვლილი კარიერით. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებითაც ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მე მივიღე რაღაც დეტალური ინფორმაცია, ეს იყო უბრალოდ ზოგადი პასუხი, რომ კონსენსუსი არ არსებობდა სხვა კანდიდატებთან
პრეზიდენტთან მიმართებაში და ეს იყო მათთვის საუკეთესო მისაღები კანდიდატურა. თუმცა აქ მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩემთვის უკვე გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება ეძებს პროფესიონალს, მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და შეუპოვარ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საქმის გაკეთება და რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას იმ საქმეში, რომელსაც ეხლა მე იგივე რომ ომბუდსმენი ახალ რეალობაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდება. ომბუდსმენი ახალ რეალობაში მნიშვნელოვანი ფიგურა არა მარტო თუ გახდება, ყოველთვის იყო და ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ომბუდსმენი იყოს ნომინალური ფიგურა. ნუ ომბუდსმენი პრინციპში არც ერთ ქვეყანაში არ არის ნომინალური ფიგურა, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება მას და რეალურად ამდენს ვლაპარაკობთ ახლა ეს მართლა ერთი თვის მანძილზე ძალიან ხშირად არის ამ საკითხზე და ამ თემაზე ლაპარაკი, მოლოდინი ძალიან დიდია. და უბრალოდ უნდა გავახსენოთ ადამიანები, მაყურებლები, რომ ეს ოფისი შედგება სულ რაღაც 70 ადამიანისგან. ეს არ არის რაღაცა გიგანტი ორგანიზაცია და წარმოუდგენელიცაა, რომ თითოეულ შემთხვევას, თითოეულ პრობლემას გაწუდეს ეს ინსტიტუტი. მაგრამ ის გამოწევს საკითხებს ეს ინსტიტუტი. ის თუ როგორი იქნება ომბუდსმენი, იმიტომ რომ კანონით ახლა ჩვენ გვაქვს წინა გამოცდილება და მართლაც გაცილებით უფრო მარტივია იყო ერთ-ერთი შემდეგი, ვიდრე პირველი დამწყები და შენქმნიდე ამ ინსტიტუტს. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური, ნეგატიური გამოცდილება, უკეთესი, უარესი შემთხვევები, ანუ მე ახლა მაქვს შესაძლებლობა შევაფასო, რა იყო კარგი და ის გავიმეორო, ან გადავიღო. შევაფასო, რა იყო ცუდი და შევეცადო, რომ გამოვასწორო. ეს გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ის, როდესაც ჩვენ პირველად იწყებ და ამის გამოცდილება ქვეყანაში. ბოლო ორ დღეში უბრალოდ გუშინ რამდენიმე მაღალი სამხედრო ჩინი დააპატიმრეს. სახალხო დამცველს მოუწევს ალბათ მათი საქმეების შესწავლას. ყოველ გიხდებათ რაღაც გარკვეული, არ ვიცი როგორ ვთქვა, წინააღმდეგობრიობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დასვასთან დაკავშირებით, თქო იქიდან გამომდინარე, თქვენი ოჯახი ეს თქო რეპრესირებული იყო, ხო, რაღაც გარკვეულწილად თქვენი მეუღლე იყო დაპატიმრებული წინა ხელისუფლების მიერ, სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად უკანონოდ გაათავისუფლეს კიდევაც, მაგრამ მაინც ხომ არა გაქვს გულში რაღაც წინა ხელისუფლებასთან რაღაც ეს პირადი არავითარი რა თქმა უნდა ეს არა მხოლოდ იმიტომ რომ თქვა სახალხო დამცველის მანდატი ამას გავალდებულებს ეს არის წმინდა ადამიანური მიდგომა და შეხედულება მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არასოდეს არც ჩემი კარიერის და გამოცდილების არც ერთ ნაბიჯზე არ გამიკეთებია რაღაც შეფასება რომელიც იქნებოდა მიკერძოებული მოდით იცით როგორ თქვა არსებობს რაღაც პირადი ურთიერთობები აქ ბევრს ლაპარაკობენ თქვა რაღაც ვიღაცასთან ურთიერთობაზე ამ თქვა მეუღლის რაღაც პოზიციაზე როგორც აქტივისტი და ასე შემდეგ ეს არის ცალკე თემა ჩემი მეუღლე არ არის თქვა რაღაც პოლიტიკური ფიგურა ის არც გავლენის მე ამას არ გულისხმობდი თუმცა რაც შეეხება და ადამიანებს აქვს თქო პირადი დამოკიდებულება რაღაც პროცესებთან მიმოთ ადამიანებთან ეს არის მიუღებელი რაღაცა თუნდაც პირადი ანგარიშწორება ან რაღაცა შიდა თქვა мотиваციების ქონა პირიქით აი ნებისმიერ ამ პროცესებს რომელიც ახლა მიმდინარეობს მე ძალიან გულისხმურით ვადევნებ თვალს მე იმასაც გრძნობ რომ თავიდანვე ძალიან კრიტიკული ვარ და ვცდილობ რომ ყველა ქმედებაში დავინახო სად ჯერჯერობით როგორც მიმდინარეობს თქვა ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეხლა როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ანგარიშვალდებულების საზოგადოების ინფორმირების კუთხით იყოს ასევე გაგრძელდეს და არც ერთ ეტაპზე არ მოხდეს ამ საკითხების გამჭვირვალობის შემცირება და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საზოგადოებას გქონდეს მაღალი რწმენა რომ ის მტკიცებულებები რომელიც არსებობს იყოს პარალელურად როგორც თქვა ჩვენებები მოწმეთან თქვა დაზარალებულთა ასევე სხვა ხელშესახები მტკიცებულებები და საზოგადოებას გქონდეს ამ ინფორმაციის ბოლომდე მიღების შესაძლებლობა. ამიტომ რომ მე მესმის საზოგადოებაში შეიძლება იყოს გარკვეული ანგარიშწორების მუხტი, მაგრამ ის თუ როგორ ვაჩვენებთ დღეს, როგორ აჩვენებს ჩვენი ქვეყანა, რამდენად შეუძლია აი ამ ანგარიშწორებისგან დამოუკიდებელი პროფესიონალური გადაწყვეტილების მიღება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. ამაში ომბუდსმენი რა თქმა უნდა იყოს ერთ-ერთი შტო და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ერთ-ერთი შუამავალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხის არც ერთი ადამიანის უფლება არ დაიღოს. როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ, არ საქართველოში ძალიან რთულად დგას ჩემი პირადი შეფასებით ყოველ შემთხვევაში, მაგალითად რელიგიური უმცირესობების უფლებების საკითხი, თქვა იგივე ნიგზიანის ინციდენტი გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ხელების დაიბანა ამ პროცესიდან, მიანდო პროცესი თვითგანვითარებას, ხო, თქვა ჩაერიო საპატრიარქო, თუმცა იქ იყო აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები, ხო, ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას ილოცონ, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ისინი მუსლიმები არიან თუ რაიმე სხვა კონფესიის წარმომადგენლები.
ამობენ იმასაც, რომ იგივე თქვა თამარ გურჩიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები სწორედ საპატრიარქოდან შეიქმნა. ნუ საქართველოში არის ეს სირთულე, ერთის მხრივ ჩვენ გვინდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, მეორეს მხრივ ჩვენ ვერ ვახტებით ჩვენს რაღაც რელიგიურ წარმოდგენებს, ესე ვთქვათ. ალბათ კანონის უზენაესობა და კანონის პატივისცემა არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველანი უნდა ვერთიანდებოდეთ. ერთის მხრივ, აი თუნდაც ნიგზიანის შემთხვევასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რელიგიური ამ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობების წარმომადგენლებს თავად მოეგვარებინათ პრობლემა, ეს რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, თუმცა როდესაც აქ უკვე არის უფლებების შელახვასთან ადგილი როცა გვაქვს, იქ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია რომ გარდა იმისა აი რას თქვით აი ეს კონკრეტული ინციდენტი როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო თქვით რომ ესენი მოიქცენ ისე როგორც უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო თუ იყო გადაცდომა სახელმწიფოს მხრიდან ის კომენტარები რომ მართლაც თვითონ ადგილზევე მხარეებს უნდა მოეგვარებინათ პირველ ეტაპზე პრობლემა ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუმცა მეორე ეტაპზე უფლებები გარკვეულწილად იყო დარღვეული ამ ადამიანებისა ამ რელიგიური უმცირესობის ჯგუფებისა და მათ ნამდვილად აქვთ რელიგიური გამოხატვის თავისუფლებაც და ალბათ ის ადამიანები, ვინც მათ ხელს უშლიდნენ ამაში, უნდა გააცნობიერონ ის, რომ ისინი არ ღვევენ კანონს. ისინი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მე მგონი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რომელიც ადამიანების განათლებას უკავშირდება და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, იმიტომ რომ ზოგადად იცით, უმცირესობების მიმართ პრობლემა მარტო რელიგიურ უმცირესობებში არ გამოიხატება. არა, ეს ერთ-ერთი მაგალითია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მე საქართველოში ყოველთვის იყო შიში განსხვავებულობისადმი. მე მახსოვს და ეხლაც ასეა, თუ ოჯახში მაგალითად ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ოჯახები ცდილობენ რომ დამალონ ის ადამიანები და ისინი თვითონ განასხვავებენ ამ ოჯახის წევრს სხვა ოჯახის წევრებისგან. ჩვენ თუ ვთქვათ იგივე სხვა ქვეყანაში თუ მოვწავალთ და უფრო მეტად მაღალი დემოკრატიის ხარისხის მქონე ქვეყანაში, შევამჩნევთ რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია ქუჩაში, რომლებსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობები. ეს ორი რამის ბრალია, ერთი ის რომ რა თქმა უნდა ადაპტირებული არ არის ჩვენი რეალობა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი მენტალიტეტის პრობლემაც არის და ამას ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ, საზოგადოება ამას სწავლობს და მე მგონია რომ სახელმწიფოს როლი, სწორედ სახალხო დამცველის როლი ამ კუთხით უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მან სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და ეს არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული უმცირესობის. ეს იქნება ყველა ტიპის უმცირესობასთან დაკავშირებით, იქნება ძალიან სერიოზული სამუშაო და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აგრესიული. ეს უნდა იყოს ინფორმატიული. ჩვენ პატარაერი ვართ და ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, ზოგადად გამოწვევებიც უფრო მეტია, შიშიც უფრო მეტია, თუმცა ადამიანები უნდა თავისით მივიდნენ აქამდე, რა თქმა უნდა, კანონს არ უნდა არღვევდნენ და კანონის დარღვევის შემთხვევაში ეს აღკვეთა უნდა ხდებოდეს მყისიერად, თუმცა სხვა შემთხვევაში ადამიანებს ცოტა უფრო პოზიტიური ფორმით უნდა ხდებოდეს მათთან ურთიერთობა და ეს უნდა იყოს ეტაპობრივ. არ შეიძლება ჩვენ ყველა პრობლემას რა თქმა უნდა ერთიანად ვერ მოვაგვარებთ, თუმცა მე ვიტყოდი რომ 5 წლის წინ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო და დღეს გარკვეულწილად ეს სიტუაცია გაუმჯობესებულია და მე იმადი მაქვს რომ არა მარტო სახალხო დამცველი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, თქვენ მედია საშუალებები და მოდით ისიც გავიხსენოთ, როდესაც სიძულვილის ენაზეა საუბარი, მედია საშუალებებშიც როგორ აქტიურად არის გამოყენებული ეს ენა. ალბათ ყველამ ერთად უნდა აკეთოს ეს საქმე, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ხელისუფლებამ და მთავრობამ, მეორეს მხრივ მედია საშუალებებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ომბუდსმენი არის ერთ-ერთი რგოლი აქედან, რომელმაც ალბათ ეს პრობლემები უნდა შეკრას და წამოწიოს წინა პლანზე. ძალიან დიდი მადლობა ნინა, წარმატებას გისურვებთ, იმედია რომ აღარ შეიცვლება უკვე კანდიდატურა საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოოა და პარლამენტი დაგამტკიცებთან თანამდებობაზე. რთული სამუშაო გელით, მაგრამ საინტერესო წარმატებას გისურვებთ. ნინა ხატისკაცი, ომბუდსმენობის კანდიდატი იყო მატრიცის ნომერი, გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ ბაჩუახალაიას დაკავებაზე და უფრო ზოგადად ქართულ არმიაში არსებულ მდგომარეობაზე. გენერალთა კლუბის პრეზიდენტი კობა კობალაძე იქნება მატრიცის ნომერი რეკლამის შემდეგ. ბაჩუახალაიას დაბატება პრინციპში მოსალოდნელი იყო, თუმცა ბრალდებები, რომლებიც მას წაუყენეს, გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა. მოულოდნელი არა იმ თვალსაზრისით, რომ არავინ ელოდა რომ ბაჩუახალაია არმიაში ცუდად მოიქცეოდა, უბრალოდ ადამიანებს მაინც მოლოდინი ჰქონდათ, რომ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე ბაჩუახალაის წაყენებული ბრალდები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება. უკვე 6 ჩვენება არსებობს, რომელშიც
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ახალაიას, მისი ყოფილი თანამშრომლები, მათზე ზეწოლაში, მუხარაში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. რა ხდება ქართულ არმიაში და რამდენად მოსალოდნელი იყო ის, რაც ჩვენ გავიგეთ და რას გავიგებთ კიდევ მომავალში. გენერალთა კლუბის პრეზიდენტი კობა კობალაძე მოდრისაში. კობა, ვერ საუბრობდნენ, რომ ქართულ ჯარში ყველაფერი კარგად ვერ იყო. თქვენ საუბრობთ ამის შესახებ წლების განმავლობაში და გაირკვა, რომ მართლაც თავდაცვის მინისტრი პრინციპში პირდაპირ თავისი საკუთარი ხელით სჯიდა ოფიცრებს და სამხედროებს. ელოდით, რომ შეიძლება აქამდე მისულიყო საქმე. როგორი რამეა იცით? უცოდინარობა ხშირად გადადის სიბოროტეში. არაპროფესიონალიზმი მავნებლობაში. ეხლა კარგად რო არ იყო, მაგას დიდი კითხაობა არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს ჯარი და ნებისმიერი შეიარაღებული ორგანიზაცია სახელმწიფოებრივი ეს არის მასში ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება საზოგადოების პულსაცია, იმიტომ რომ საზოგადოების შემადგენელი ნაწილითაა დაკომპლექტებული რა. აქედან გამომდინარე ის რაც არაადეკვატური იყო ჩემო კარგებო, თუნდაც საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ოდესღაც და აისახებოდა. ზუსტად აისახა, ამაში აბსოლუტურად ახალი არაფერია და გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ხშირად ჩვენთან აი შეხედეთ როგორი ცვალებადობა მიდიოდა, არა მარტო ფსიქოლოგიურად არ მომზადების, არა მარტო პროფესიონალურად არ დატვირთვის, უბრალოდ ყველაფერი ეს მომდინარეობდა მარტო მე ესე მინდას პრინციპით, ვიღაცა ფეხებს დააბაკუნებდა და გადავიდოდა ცვალებადობა. და საკადრო პოლიტიკა განხორციელდა. ეს ტრაგედია. იყო ხო ეს ინფორმაცია, თქო, თქვენ როგორც სამხედრო პირი გაქვთ ურთიერთობა ჯარის ნაწილებთან. როგორი რამეა იცით? იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარში ის რასაც რუსეთში ზედავშინას ეძახიან, ჩვენ ეს არ არის ის შემთხვევა. იქ საუბარია თქო ჯარისკაცების დონეზე. აქ საუბარია რომ მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, ანუ მთავარი სამხედრო პირი ქვეყანაში საკუთარი ხელით უსწორდება ოფიცრებს, რომლებსაც რაღაცა არ მოწონთ უბრალოდ. არა, ნუ როგორი რამეა იცით, ეხლა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც ჩვენ საუბრობთ პირად შემადგენლობაზე და ოფიცერთა შემადგენლობაზე, რომელიც არის ელიტა. ფაქტობრივად იმას აქვს ის მადლი, რომ ყველაზე პირველი შეეგებოს მოწინააღმდეგეს და ჩემო ბატონებო, აქ იმის ღირსება, რომ სრულიად წარმოჩნდეს თავისი სიმშვენიერით და თავისი სიძლიერით მოწინააღმდეგესთან. აი მაგაზე გითხავთ მაშინ, აცხადებენ მოწმეები, რომ მათი შეურაცხყოფა ხდებოდა ეგრეთ წოდებულ პლაცზე, ანუ მთავარ მოედანზე, სამხედრო ნაწილის და დანარჩენი შემადგენლობა იდგა და უყურებდა. არა, გასაგებია, ჩვენ ერთხელ აქ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიდიოდა მასობრივად ღირსების დაკნინების საკითხი. იგივე მიდიოდა ჩვენ ესე გვინდა პრინციპით. როდესაც ძირითადი ამოცანა თავდაცვის სამინისტრო შეეცვალა და გარე საფრთხეებიდან გადმოერთო შიდა თავის ერის წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე, დამიჯერეთ აქ უკვე ვეღარ ისაუბრებს სხვა რამეზე. როდესაც თუნდაც როგორიც არ უნდა იყოს სამხედრო პოლიციელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ საბრძოლო ნაწილში მეთაურს ელაპარაკოს ფეხის ბაკუნით, ეს აღარ არის ის პრინციპი, რომლითაც ჯარისკაცი ღირსებით უნდა აღზარდოს. ანუ რაღაც NKVD-ს ფუნქცია შეითავსა და შედეგიც მივიღეთ შესაბამისი, იმიტომ რომ ჯარის ნაირსახეობებს შორის ურთიერთქმედება და სწორედ ამ ურთიერთქმედების განსაზღვრა, ეს არის მეთაურის პირველადი ამოცანა. ზუსტად ამიტომ იყო არეული კავშირგაბმულობა საინჟინროში, საარტილერიოში, სპეცქვეგანაყოფების კონკრეტულად გამოყენების არსი და ამოცანა. აირია ეს საბრძოლო უზრუნველყოფები ერთმანეთში და მივიღეთ ის დომხალი, რაც მივიღეთ. ჩვენ ყავს დღეს ჯარი იმის მერე, რასაც ვკითხულობ, რომ ოფიცრებს ცემენ, დანარჩენი ოფიცრები ამას უყურებენ, არავინ არაფერს არ აპროტესტებს. ამას ქვია, რაზეც თქვენ ღირსებიანი ხალხია. არა, მე ვერ ვიტყვი, როგორი რამეა იცით, ჩემო ბატონო, ჯარი, როგორც ასე თავდაცვის უსწყება რო არ ქონოდა, ინსტიტუციონალურად, ხო? ჩვენ დღეს ეს პრობლემაც არ გვედგებოდა.
რახან პრობლემა გვიდგას, ესე იგი ეს პრობლემა საიდანღაც წამოვიდა. საიდანღაც ბოლომდე ვიღაცამ ეს არ შეირგო. ის თავზე და კისერზე ფეხის დაჭერა. ის რომ ამის სტრატეგია იყო და მიმართულება არა მარტო ჯარში, არამედ სახელმწიფოში აღებული. ესეც ხო ფაქტია. ჯარისკაც კი არა, საზოგადოებას ედგა კისერზე ფეხი. ფაქტობრივად ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. როდესაც დღეს გმირობის ფაქტებზე საუბრობენ და გვავიწყდება ის რასისტასტიკით იყვნენ თავის დაღუპულ თანამებრძოლების მემორიალურ დაფასთან დარბეული თუნდაც ვეტერანები, რომლებმაც ბოლო ბასტიონი აიღეს თავის თანამებრძოლების გვარების ქვეშ განლაგდნენ. იქაც კი არ დააყენეს და იქაც კი სასტიკად გაუსურდნენ. ჩვენ როდესაც ღირსებაზე დღეს საუბრობთ და რაღაცის დაჩაგრულობაზე და პატრიოტების და გმირების არ დაფასებაზე. რატო არ გვახსენდება ქართულ საზოგადოებას გუშინდელი დღე ნორა კვიციანის გამოშვების დღე? მე მიმოღვაწია კოდორის ხეობაში და ვიცი ამ ადამიანის დამსახურება, როგორც დის, როგორც დედის, როგორც მეგობრის. როგორი რამეა იცით, აი არ შეიძლება ორმაგი შეფასება სიტუაციების. ჩვენ ვსაუბრობთ აგვისტოს მოვლენებზე, როდესაც მუხროვანის ფსევდო აჯანყების 90% გამორჩეულები იყვნენ თავის სიჩაუქით და თავის მხედრული შემართებით, მაგრამ დღეს ისინი სხედან. მუხროვანი ორივე მოსაზრება მომისმენია, რომ იყო ამბუხი და ცხადია, რომ ეს იყო დადგმული სპეციალურად რაღაც ჯარის დასათრგუნად. მე არ ვიცი თქვენ ვისგან რა მოგისმენიათ. მე ვიყავი ერთ-ერთი როგორც გადმოსცეს ერთ-ერთი შემოქმედი ამ ღონისძიების, რომელმაც რატომღაც მარტო 5 მაისს გავიგერო რაღაცას ვაკეთებდი, ისიც მოდულის შენობაში, ისიც იმის მერე, როდესაც ისევ მე მინდას პრინციპით ფეხები ააბაკუნა ჩვენმა ხელისუფალმა და გამაქანეს. მაგრამ იქაც სხვა სიტუაცია იყო. იქ არავის არ უფიქრია ის, რომ ჩემთან სახლში რიდით შემოსული იყო ვინმე, ან დედას მორიდებოდა, ან მამას, ან მცირეწლოვან ბავშვებს, ან მეუღლეს შემოლაგდა საკმაოდ დიდი ჯარი და დღემდე ჩემ შვილებს ფსიქოლოგის მომსახურება ესაჭიროება. მე ხო ამაზე არ მისაუბრე. ეს მე გადავრთე როგორც ჩემი ოჯახის პრობლემა ისე. როდესაც ჩვენ დღეს ვისმენთ იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე მოერიდა მცირეწლოვანი ბავშვების თვის დისკომფორტის შექმნას და ფსიქოლოგიურ სტრესს. აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობაში ვართ, იცი? რეალობაში ვართ, მაშინ იმ რეალობაში ვართ, როდესაც ბევრზე აღარ ვისაუბრებ, მე ჩემზე, არც იმაზე, არც ამაზე. იყო ერთი რამე, იყო 2008 წლის. მე ამას ვეძახი და სრული პასუხისგებლობით ვიძახი, ეს ჩემი აზრია, ეს იყო გადაბარების შენიბღობა ამ მოქმედებით. მე ვერ აღმოვაჩინე იქ ცალკეული ეპიზოდების და თავდადების გარდა, მე კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ წუხარებას, რომელიც ღირსეული მამულიშვილების და თავდადებული ბიჭებისგან ზუსტად იმ ქართული მეომრული გენის ამოძახილი იყო, მაგრამ იმის შემდგომ რტოლვილებზე ვსაუბრობ. მთელი ჩემი ბავშვობა სანათესაო სამაჩაბლოდან რტოლვილები არიან დღესაც და განთავსებულები არიან მამაჩემის გამზდელი დეი და პაპა და ასე შემდეგ. როგორი რამეა ის ამ მოვლენების შემდეგ, როდესაც ამოცანა დგება იმის, რომ გავათამაშო 7 ნოემბერი, როცა სამამულო ომის დროს იქ პარადის მერე მიმავალი ხალხი ფრონტის ხაზზე გაუშვეს, აქ არსად არ მიდიხარ, აქ უბრალოდ დაშლიგინებ ამ მოედანზე, ჩემო ბატონო, იმიტომ რომ ვიღაცის პატივმოყარეობა დააკმაყოფილო, მაშინ როდესაც დღემდე არ არიან აღმოჩნილი იქ გარდაცვლილი ბიჭები და რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მივაბარეთ ღმერთმა გაანათლოს და უბრალოდ გამოითქვა უკმაყოფილება გამოითქვა იმის, მე როგორც გავერკვიე შემდეგ, რომ ეს არ იყო ის პერიოდი, როდესაც ყველა ერთად უნდა მიეტოვებინოთ რაღაცა და გადართულიყვნენ დღეში 6 საათი სამწყობრო მზადებაზე, რომ პარადზე გაევლოთ. და რაც მთავარია ეს კონტექსტი და უკმაყოფილება.
რამოდენიმე თვის მანძილზე ღვივდებოდა ხელისუფლება როგორც შემდეგ გაირკვა თავისი უკვე ჩასმული შემადგენლობით ამ თემას აღვივებდა საკმაოდ აღვივებდა ხა პროცესი იყო ხა უბრალოდ აღვივებდა რამდენად ნიჭიერად და რამდენად ეს მეორე საკითხია და ეს ყველაფერი ბოლოს გამოიხატა იმაში ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ხა ჩვენ ხო იმ ხანაში ვცხოვრობდით სადაც გმირებს ელემენტარულად ვძერწავდით თუნდაც არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ შევეცდებოდით ყველანაირად რომ გამოგვეძერწა. ეხლა რამდენად გამოგვდიოდა ეს მეორე საკითხია. ჩემო კარგო, მაგრამ ვძერწავდით. აი მიუხედავად ამ პათოსისა, მაინც ვერ გამოუვიდათ ის, რომ მუხროვანის თემა ყოფილიყო ქვეყნის ამომგდებ დამშრალ თემად. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, საუბრობ ადამიანთან, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ კავკასიონზე უნდა გადასულიყო ზურგ ჩანთაში ჩაეტვირთა 20 მილიონი და ისევ კავკასიით დაბრუნებულიყო უკან. ნუ ეხლა ამიხსენით ეხლა ნუ მე არ ვიცი ეხლა ყობა არსებობს ეს მოსაზრება რომ ბრალდებები რომლებიც თქვა ბაჩუ ახალაიას და სხვებს წაუყენეს ეს არის რაღაც პირველი ეტაპი მხოლოდ და რეალურად თავდაცვის სამინისტროს საქმეების განხილვამ ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები შეიძლება მოიტანოს. ფიქრობთ რომ ესე იქნება? არ ვიცი მე ხა მკითხაობას ვერ დავიწყებ. მე ნაღდათ არა ვარ იმ ხრის წარმომადგენელი რომ სიამოვნება განმეცადა არავის არ სიამოვნებს ხო რომელიმეს დაჭერით რა მით უმეტეს ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები რომლებიც თუნდაც იგივე გიგი კალამდაძე თუნდაც ის როგორი რამეა იცი ჩემთვის მაინც ტკივილია რა იმიტომ რომ აი ამ ბავშვების ბიოგრაფიის პერსპექტივის დამახინჯება ისევ იმ არასწორი მიმართულებით მოხდენილი ისინი სისტემის მსხვერპლი არიან. გამიგე მეტი კი არაფერი. მე ამას აი ესე უყურებ და ესე ვაფასებ რა. იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ბავშვებს დაუმახინჯეს მდგომარეობა, ხედვა მომავლის რაღაცა მე მიმძიმს რა და ღმერთს ვთხოვდა, ნუ რა ვიცი როგორ იქნება და რა იქნება. მე მაინც ციხეში გამოსწორებული კაცი ნაკლებად მიმაჩნია რომ გამოსწორებულია. მით უმეტეს, როდესაც ახალგაზრდა კაცი იმ ცხოვრებით ცხოვრობ, რომ აღარც გარეთ დაგედგომება და აღარც შიგნით ძალიან რთულია და ძნელია რა. მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ იმის, რომ სამართლებრივი კუთხით ყველამ თავისი პასუხი უნდა ააგოს, მაგრამ შეიძლება გაცილებით აგრესიული ყოფილიყავი მე იმ შემთხვევაში როდესაც დაჭერილები არ იქნებოდნენ რა. ეხლა უბრალოდ უთანა გზობ მათ ოჯახებს და ნუ რა ვიცი რა, ღმერთმა არის პერიოდი არის, იქ რომ ზიხარ ახლა მე ჩემ და სამწუხაროდ მაგდენი გამოცდილება. მე ხა სერვანტესმა დონ კიხოტი დაწერა, ახლა მე რაღაც ეგეთი არ შემიქმნია იქ, მაგრამ რაღაც პერიოდი მომიწია მე იქ ყოფნამ და საკმაოდ კარგი ხანია იმისთვის რომ შენ თავთან განმარტოვი. საკმაოდ კარგი ხანია ბევრ კითხვაზე პასუხი შენ თვითონ და ადამიანი თავის თავთან რომ მოსაუბრეა ისე არავისთან მოსაუბრე არ არის შეიძლება უბრალოდ ნება გამოიჩინონ და ეს საუბარი წერილობით გადაუტანონ ვიღაცაზე. მე ამ შემთხვევაში ჩვენების მიცემაზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი შენ ღირსებასთან და შენ ბუნებასთან. მეტი არაფერი. აი ესეთ სიტუაცია და ამიტომ მე ვერ დავიწყებ მკითხაობას რა. ვინ რას იზავს, როგორ იზავს, არ იზავს, ეს არის უშუალოდ ძიების კომპეტენცია. მე რასაც უყურებ ახლა ამ ეტაპზე, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, უყურებ ერთ რამეს, რომ სახელმწიფო მანქანა არ არის მომართული იმისკენ, რომ ვიღაცა დაწიხლოს, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ეს გავიარეთ და არა მარტო მე გავიარე, გაცილებით ღირსეულებმა გაიარეს ეს რომლებიც დღემდე ვერ გამოსულან ამ შოკური თერაპიიდან, ჩემო კარგო, დღეს ამის წინაპირობები არ არის რა. დღეს როდესაც არასამთავროების თავისუფალი მონიტორინგი ხორციელდება. დღეს როდესაც საჯელ აღსრულების დაწესებულებას ყავს ხელმძღვანელი თუნდაც სოზარ სუბარის სახით, რომელსაც მე ვიცი მისი ავანტყოფური მიდგომა ამ სიპატიოსნიზე. მე ვიცი ეს და ფაქტობრივად ეს მას ახასიათებს. მე ვიცი რომ არ მისცემენი, მე ვიცი და მოვისმენე იუსტიციის მინისტრის ხედვა. მე საკმაოდ თვალსვადევნებ ძალიან ყურადღებით აჩიკო კბილაშვილის მოქმედებას. დღეს თუ რაღაცა დანაშაულების რეალურად რაღაცა
პოზიტიურად შეიძლება ვთქვათ, მიდგომა იქნება, ამათგან იქნება ამის მიდგომა. ძალიან დიდი მადლობა. კოლოკობალაძე, გენერალთა კლუბის პრეზიდენტი იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში პროფესორთა პროტესტი და მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებით. ნინო ნიშნიანიძე მატრიცაში რეკლამის შემდეგ. პროფესორთა დაცვის ლიგა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიის აღდგენას და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისგან ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას მოითხოვს. სწორედ იმ პრინციპებიდან მიხეილ სააკაშვილს როგორც ქვეყნის პრეზიდენტს აღმოჩნდნენ სწორედ ამ კერძო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების მონოპოლისტების როგორც არის კახა ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი, გიული ალესანიას საქართველოს უნივერსიტეტი და შავი ზღვის უნივერსიტეტი, კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტი ამათმა უნდა დააბრუნო მიტაცებული ფინანსური და ტერიტორიული და ნაკარგები, რომელიც მიაყენეს მათ, ასე იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად საკანონმდებლო ბაზა ყველა უმაღლეს უნივერსიტეტს, წამყვან უნივერსიტეტებს, რომლებმაც შეიცვალეს სამართლებრივი სტატუსი, ესენი უნდა გახდნენ აუცილებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირები, უნდა მოწესრიგდეს მთლიანად უნივერსიტეტში, არა უნივერსიტეტის საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, უკანონოდ განთავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების აღდგენის საკითხი. ნინო ნიშნიანიძე, პროფესორთა დაცვის ლიგის წევრი არის მატრიცის სტუმარი. ამშვიდობის ახალთო ნინო, მადლობა მოსვლისთვის. თქვენ დღეს ახსენებდით, რომ გარკვეულწილად დღეს უმაღლეს სასწავლებლებში არის ეგრეთ წოდებული ორხელისუფლებიანობა და თქვენ ითხოვთ, რომ ორხელისუფლებიანობა დამთავრდეს და აღდგეს რეალური ავტონომია. რაში გამოიხატება გნებავთ ორხელისუფლებიანობა და რას გულისხმობთ აი ავტონომიაში, რა დონის ავტონომიაზე გასაუბრეთ? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. ბატონო გოგის საქმე ის არის, რომ 21 საუკუნეში როცა დაჯერდება პროფესორთა ლიგის დაცვის ლიგის ჩამოყალიბება, თლად კარგად არ არის ქვეყანაში. ავტორიტარულმა რეჟიმმა, რომელიც სუფევდა 9 წლიანი ბატონ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ასე დავარქვათ, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, საგანმანათლებლო სისტემაზედაც იქონია ძირეული გავლენა. ეხლა რაში გამოიხატება? ფაქტიურად უნივერსიტეტებს, რომლებსაც წამყვანი უნივერსიტეტები და მე მიამაყება, რომ ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ბევრი ჩვენთაგანი, ფაქტიურად დღეს დაკარგეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ისინი გარდაიქმნენ არაკომერციული იურიდიული არასამეწარმეო იურიდიული სტატუსი მიენიჭათ მათ. ამან გავლენა ეკონია თვითონ უნივერსიტეტის რენომეზე, ვიცით ჩვენ, სტუდენტი ძალიან ფაქის მიდგომა საჭიროებს, ძალიან ფაქიზის საკითხია ქვეყანაში თუ მოისპობა განათლების სისტემა და დაინგრევა, ამით ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულად საფუძველი შეერყევა სახელმწიფოებრივ. ეხლა ინგრევა ჩვენი განათლების სისტემა დანგრეულია ამ ეტაპზე და მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა მე მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო ყუთებთან ფაქტიურად უსისხლო რევოლუცია მოახდინა და შეცვალა ეს ტოტალიტარიზმი. ელექტორალური რევოლუცია. დიახ, ასე დავარქვათ მას, ძალიან საინტერესო გამონათქვამია და მე მივესალმები, რომ ქვეყანაში მოვიდა განათლებული კაცი, მინისტრი, რომელიც საგანმანათლებლო პოლიტიკას წაიყვანს ქვეყანაში, მაგრამ მას რა თქმა უნდა ჭირდება მხარდაჭერა. რას მოითხოვთ? რა უნდა მოხდეს? როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი? უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს სახე. მე მინდა გითხრათ, რომ ორხელისუფლებიანობას, როდესაც ჩვენს ხაზს უსვამთ ორხელისუფლებიანობის საკითხს, ეს არის, რომ მე ძალიან მიყვარს სტუდენტები და სტუდენტების არსი, თვითონ სტუდენტობის არსი, მაგრამ ფაქტიურად ძალიან ცუდად იქნა გამოყენებული სტუდენტები გარკვეულ შემთხვევაში. ეს თვითმმართველი ორგანოები გარდაიქმნა კომკავშირულ ორგანიზაციებად ფაქტიურად და შეიქმნა მათმა მოახდინეს დაპირისპირება, მოხდა სტუდენტთა შორის დაპირისპირება და ძალიან ესე ცუდი საფუძველი და ფესვი ცუდ ნიადაგზე აღმოცენდა ეს თვითმმართველი სტუდენტთა ორგანიზაციები. ამის შემთხვევაში ხდება დაპირისპირება, ხდებოდა სტუდენტებთან, მე მახსოვს ძალიან ბევრი შედეგები ამისი, რომელიც ვიძვნიეთ ჩვენთანზე, ჩატარდა არასწორი კონკურსი, რამაც გამოიწვია კვალიფიციური კადრების გასვლა უნივერსიტეტიდან და მე დღეს ვკითხულობდი, რომ იყო სპეციალური, მოდი ესე ვთქვათ, საიდუმლო
ცირკულარი, რომელსაც ჩამოთვლილი იყო გარკვეული პროფესორ მასწავლებლების სახელები, რომლებსაც არ უნდა მოეგოთ კონკურსში. მართლა აქამდე იყო კი ბატონო, გეთანხმებით. უფრო მეტსაც ეს ცირკულარი მე ვერ ვიტყვი, რატომ არ მეკადრება, მაგრამ მე დასაბუთებულად ვიცი ამის შესახებ, რომ პირადი საატესტაციო მონაცემები, საატესტაციო ანკეტები არც იხსნებოდა. სახელი და გვარი საკმარისი იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდებოდა ვინც არ იყო რეჟიმის მომხრე და მხარდაჭერი ასეთი უნივერსიტეტიდან გაიდევნენ ეს საყოველთაოდ ცნობილი მე გეტყვით რომ მე ულვანი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არ გახლავად მე მივიღე კონკურსში მონაწილეობა ტექნიკურ უნივერსიტეტში და აი აქ მიყარია მე მინდა გითხრათ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მაინც აი ამ თვალსაზრისით უფრო მიდგომა იყო უფრო ესეთი სტუდენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სტუდენტის სტატუსი რომ შენარჩუნებული იყო ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს სამართლის დეპარტამენტზე და კვალიფიციური კადრები რომელიც უნივერსიტეტიდან აესე რამოდენიმე ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღეთ მონაწილეობა და გავედით ეხლა ტექნიკურ უნივერსიტეტს რა მდგომარეობა აქვს მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვიცით რომ იქ არსებობს ფაქტიურად მონოპოლიური უნივერსიტეტები არსებობს არ არის დასამალი და ერთ-ერთი მონოპოლისტი გახლავთ თვითონ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დედა რომელმაც ფაქტიურად როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ტექნიკური უნივერსიტეტის ძალიან ბევრი შენობა ნაგებობანი დაისადგურა მათ შორის ვთქვათ სპორტული მოედანი რომელიც საჭიროა სტუდენტებისათვის და ჩვენ ამ საკითხზე დღეს გავაკეთეთ სწორედ აპელირება. ანუ როგორც მე მივხვდი, არსებობს რაღაც გარკვეული გარიგებები კერძო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო შორის ამ შემთხვევაში და სახელმწიფო უნივერსიტეტების რაღაც ფართები მიეყიდა ამ კერძო უნივერსიტეტებს. ხო, გაუგებარ ვითარებაში. არ არის ტენდერი, არ არის ჩატარებული. გაუგებარ ვითარებაში, ასეთი მე მინდა დავადასტურო და განავრცო თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე და სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ აი ეს დაცვის ლიგა ვიცავთ არა მარტო პროფესორთა ინტერესებს, არამედ თვითონ უნივერსიტეტის რენომესა და სტატუსს და მის მდგომარეობას. თუ გქონდათ საუბარი თქვათ უკვე განათლების მინისტრთან, თუ მიმართეთ განათლების სამინისტროს. თუ თქვათ შეიქმნა სპეციალური კომისია, ხო განათლებისა და მეცნიერების კომისია ეწოდება, გიადვალი არის მისი ხელმძღვანელი, თქვათ იქ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამან ზუსტად იმ საკითხების ჩამოყალიბებაში, რაზეც თქვენ საუბრობთ, ანუ როგორი იქნება თქვათ უნივერსიტეტის სტატუსი, რამდენი რა ნიშნავს მისი ავტონომიურობა და ასე შემდეგ. თუ ხართ ჩართულები ამ პროცესში? ჩვენ დღეს გავაკეთეთ პირველი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს ჩამოწერილი საკითხები, გვინდა შეხვედრა განათლების მინისტრთან, რომელსაც ძალიან დიდ პატივს მის ზეპირი განცხადებები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში თვითონ საგანმანათლებლო პოლიტიკის გამტარებელი პირი არის ძალიან სერიოზული მისაღები ჩვენთვის, რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ეს ყველაზე სასურველია. ჩვენ შორის იქნება თანხვედრი, მე ვფიქრობ, შედგება დიალოგი თანხვედრი და ჩვენ მას აუხსნით და ადამიანი არის, რომელიც მოწადინებულია, რომ გამოსწორდეს ეს სისტემა და მისი პირადი განცხადებები, როდესაც ბატონი მინისტრი ბრძანებს, რომ ადგილზე გადაწყდეს ყველა საჭიროებო საკითხი, ძალიან მისასალმებელია. ეს ავტონომიურობის უკვე ერთ-ერთი ჩანასახია ბატონი მინისტრის განცხადება. მე მინდა დამავიწყდეთ ახლა ერთი საკითხი. უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი და მინდა გითხრათ, ვაკანსიები დარჩა და არ მიიღეს ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებიც დღეს არის მაგალითად მინისტრია ორი მათგანი. აღადგინეს მინდა გითხრათ. აღადგინეს ხო ძალიან საინტერესოა, მაგრამ აღადგინეს, მაგრამ დარჩენილია ვაკანსიები, სადაც არც განიხილეს კანდიდატურები, არ არის პედაგოგი და ეს თუ არ არის ეს პოლიტიკური ნიშნით ეს გადაწყვეტილებები მიღებული, მე მაშინ ვერ ვხედავ რა მე მინდა რომ აღსკეს, მე მინდა დაბოლოს თქვა რომ ამ საკითხში კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს უნივერსიტეტის სტატუსი, ყველა უნივერსიტეტის, რომელიც არის და ყველა იმ უფლება დარღვეული პროფესორ მასწავლებელი იქნას აღდგენილი თავის სტატუსში. რადგან კონსტიტუციაზე გადავიდით, ძალიან საინტერესო ინიციატივა გამოიწვია დღეს, უბრალოდ ეს ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გამოიწვია, მაგრამ დღესაც პროფესორთა დაცვის ლიგამ გამოთქვა ეს ინიციატივა კვლავ გაიმეორა, რომ
პრეზიდენტს 5 იანვარს უნდა შეუწყდეს მისი უფლება მოსილება. თუმცა ჩვენ საუბრობთ ამ საკითხზე უშინ ექსპერტთან ერთად, მაგრამ რაღაც გავიჭედით. გამოდის რომ არ გამოდის ეს ამბავი. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ეკითხვა დასვით. მე ვარ ამ ინიციირების ავტორი თავიდანვე პრესის საშუალებით პირველად გავახმიანე ეს საკითხი. ეხლა რა შეაქვს თქვენ იწყებთ როგორც მე გავიგე უკვე ხელმოწერების მოგროვებას რომ კონსტიტუციაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება. დიახ. აქ ჩვენ რაღაც გადაცემის ფორმატით სრულად რო გავშალოთ ეს თემა მე მგონი მე მოკლედ ვიტყვი რომ საქართველოში ხელისუფლებას ახორციელებს ხალხი, ხოლო კონსტიტუციით დადგენილია რომ ხელისუფლებას არ შეიძლება უკანონოდ მოეპოვო და ფლობდე. აი ეს ორი მომენტია ეს გასაშლელი თემა. მე მინდა გითხრათ რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ მოიპოვა ხელისუფლება, მას არ გაუმარჯვია პირველი, მაგრამ დადგენილია და უკვე არ გაუმარჯვია 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში. ეხლა კონსტიტუციაში გაჩნდა ორი ნორმა, ეს არის საოცარი. გაჩნდა ეს სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ 2010 წლის 15 ოქტომბერს გაჩნდა ჩანაწერი რომ ნორმა რომელიც მიღებულია კონსტიტუცია, მაგრამ არ მოქმედებს დღეს კონსტიტუციის არც ერთი ნორმა, უნდა ამუშავდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საოცარია. ჩვენ დღეს მოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც გვაქვს ორი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მიხეილ სააკაშვილი აიძულოს ქართველმა ხალხმა, რომელიც არის ხელისუფლების წყარო საქართველოში, რომ ის თანამდებობა მან დატოვოს ზუსტად კონსტიტუციურ ფარგლებში. პირველი რაში გამოიხატება? ჩვენ ვიცით, რომ ხალხი კონსტიტუციურად თქვით, რომ კონსტიტუციური გარანტიები გააჩნია ქართველ ხალხს, რომ მან განახორციელოს თავისი ხელისუფლება რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის ფორმებით და თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით. რეფერენდუმი ვიცით, რომ ჩვენ როგორ შეგვიძლია მთავრობას ვაცნობოთ ჩვენი დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებას. რეფერენდუმი ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. რეფერენდუმის საშუალებით, რეფერენდუმის მიღებული შედეგები შევახსენებ საზოგადოებას, მას ეს შედეგია, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია, იურიდიული შედეგი და მისი მიღების მომენტიდანვე ეს უკვე შედის მოქმედებაში. ანუ ვფიქრობ, მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ 200 დასრულდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის 5 იანვარს. ეს იქნება კითხვა. კონსტიტუცია ზუსტად არ განსაზღვრავს თუ რა საკითხზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, მაგრამ ფართო ვიწროა ისრე, მაგრამ ეს კითხვა ზუსტად განისაზღვრება, რომ მიხეილს სულს თუ არა ნება გამოხატოს ქართველმა ხალხმა, მიხეილ სააკაშვილი იყოს კიდევ პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრამდე. 20 იანვრის შემდეგ, მისი ფიცის დადების შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია საქართველოს ეროვნული გმირისა და პირველი პრეზიდენტის გადატრიალება, მისი შეფასდა სამხედრო გადატრიალება 2005 წლის 11 აპრილის პარლამენტის დადგენილებით, საზოგადოება ამას არ მოყოლია არც ერთი თამდები შედეგები. პრაქტიკულად გამოდიოდა რომ გავედით მაშინ სამართლებრივი ველიდან, მაგრამ როგორ აღდგა ეს სამართლებრივი გაუგებარია. გაუგებარია ხო მე ხაზი ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ პრეზიდენტის პირველი პრეზიდენტის რომელიც ეროვნულ გმირად აღიარა ქართულმა ხალხმა მათი ჩამოგდება არაფერს არ ნიშნავდა ის ზუსტი სიტყვით უხეშად თქვია და სამხედრო გადატრიალების გზით პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობა და მიხეილ სააკაშვილის ჩვენ თუ რეფერენდუმის გზით გადავირჩევთ ეს ყოფილა კონსტიტუციის თავდაყირად დაყენება ეს არამართებულად მიმაჩნია. დიდი მადლობა ნინო ნიშნიანიძე პროფესორთა დასვლის ლიგიდან იყო მატრასის სტომარი. დაცემა პრაქტიკულად დასრულებულია. რამდენიმე წუთში თქვენ გილით ვასილ მაღალფერიძის კონსილიუმი, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით მადლობა.